სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ პირველი კითხვა ამოვწურეთ 36-ამდე ნაწილი დავიწყეთ ორი დღის უკან, რომელიც ჩაწერილია 1988 წლის 14 თებერვალს. 88 წელში არ ვიცი თქვენ სად იყავით, მე ვიხსენებ ხოლმე ყოველთვის ჩემს წარსულს, სად ვიყავი ამ დროს. როდესაც ამ კითხვებს წერდნენ ამერიკაში, ლოს-ანჯელესში. ისევ ჩაკეტილი ვართ, საბჭოთა კავშირი არის, დაიწყო პერესტროიკა. მე უკვე ძალიან ისევ რა ქვია, დიდი ხანია უკვე ბატონ თეოფილეს ვიცნობ ამ დროს, ქორწინდები კიდევაც, ერთ წელიწადში ჩემი ვაჟიშვილიც გაჩნდება. ასე რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე, როცა იხსენებ რა, საიდან სად მოხვდით ჩვენ. რა რეალობიდან და როგორი არის ხო დედამიწა ძალიან პატარა, ამ დროს ადამიანები თავისი რელიგიებით, თავისი რაღაცა შეხედულებებით, პოლიტიკით, იდეოლოგიებით გვიკეტავენ გზას, გესმით, რომ ჩვენი გონება უფრო გაფართოვდეს და მთლიანად ეს სამყაროთი დავტკბეთ ჩვენ და არ ჩავნაჭუჭდეთ არსად. და როცა ქრისტიანი ადამიანი კიდევ აწვება რაღაცა ეროვნულობას, კიდევ რაღაცა ისეთ ნაციონალობას, ეს ამითავითვე არის, ჩვენ ვერ იმას ვიზათ, ამ ფაქტს ვერ უარყოფთ, რომ ჩვენ ქართველები ვართ, საქართველოში დავივადეთ. მაგრამ აი ეს რაც ხდება, ხო, რასაც ამ დროსაც იცით, ზვიად გამსახურდა უკვე გამოდიან წინაპლანზე, იწყება მიტინგები, დაუსრულებელი, ბოდიშით ეს კიდევ მუშები არიან ჩვენთან და ქვევით მუშაობენ, ასე რომ მაპატიეთ თუ ხმაური და რაღაცა შემოვა. იმედია რომ გაჩერდება ხოლმე. და ხალხი რითი იყო დაკავებული და ჩვენ სადა ვართ ხო, მაგრამ მიხოდა ამის ღმერთმა არ მიგვატოვა და გაგვაგებინა და არ ჩავკეტა ხო, მარტო მამების იმაზე და აგერ ანტონი ბულუხიები და რა ვიცი ეს ბარკალაიების იმედზე არ დაგვტოვა ხო, ბიძინა ივანიშვილების და კიდე მიშა სააკაშვილების რა. ასე რომ მადლობა მას, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჭეშმარიტებს ახლა რასაც მოვისმენთ, ეს არის სასიცოცხლო და ლაპარაკია მე ესე დავასათაურე, როცა იესო ქრისტე მოგვიწოდებს გადარჩენისკენ. ეს ამავე დროს ნიშნავს, რომ მოწაფეობასაც გვიძახის მოწაფეობისკენ და გითხარით, რომ ახლა აი ამ დროს წიგნი გამოდის მისი ცნობილი Gospel according to Jesus, ესე იგი, სახარება იესოს მიხედვით. და ძალიან ბევრს ქონდა გაგებული, როგორც მართლმადიდებლობაში, ხო, რომ შენ თუ მოინათლები ბავშვობისთვის, შენ გადარჩენილი ხარ. ესმით, გადარჩენილი ხარ რა. და აი ესე ანალოგიურად პროტესტანტებში მუსირებდა და სატანა აკეთებს ამას ზედაპირული გადარჩენა. ესე იგი, სახარების ზედაპირული მიწოდება, ბაპტისტებს მაგალითად, აი თუ მოგნათლავენ, მოინათლები, უკვე დასულ ასაკში, რა თქმა უნდა, თითქოს და აი მიიღებ ქრისტეს და გადარჩენი. მოუყევი ადამიანს, რა ქრისტემ ეს გააკეთა, ქრისტემ ეს ქნა, ქრისტემ ის ქნა შენთვის და всё, ადამიანი გადარჩენილია და ჩავწეროთ ეკლესიაში და გავზარდოთ რაოდენობა, ხო? და აი ამის წინააღმდეგია ჯონ მაკარტური. და ლაპარაკია, რომ შენ თუ მას არ აღიარებ უფლად, ბატონად შენზე და დაემოწაფებ იმას, რომ გააგრძელო მასთან ერთად ეს პროცესი, რასაც ქვია განწმენდის პროცესი, ხო? და რასაც ქვია მისი შესწავლის, მისი სიტყვის შესწავლის, ხო? ადამიანებს გონიათ, რომ აი ავაზაკი ხო გადარჩა, ისმით და აი მეც ესე მივიღებ და გადავრჩევი. ეს ესე არ არის. ეს ესე არ არის. ამიტომ აი ამაზეა ლაპარაკი, რომელსაც სენდი სვავს. გამარჯობა ჯონ, მოგესალმები და ჯონი ეუნება ეთყობა იცნობს სენდის, უკვე ვიცი და ვგრძნობ რაც უნდა მკითხო სენდი. გამარჯობა ჯონ, კიდევ ერთხელ. გამარჯობა სენდი. და მე ვიცი ჯონ, რომ თქვენ მხოლოდ რწმენით გადარჩენას და ამ ბიბლიურ შეხედულებას იზიარებთ და ჯონ მაკარტური აწყვინეს. დიახ, მართალია, ოღონდ მადლით და რწმენით. დიახ, მადლით და რწმენით ჯონ. მე მქონდა ესეთი საკითხი თქვენთან, იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ქრისტეს უფლობა და მისი ბატონობის გავლენა არა ქრისტიანის, ესე თქვათ, პირველ ეტაპზე, აი გადარჩენის პირველ ეტაპზე. რამდენად შეუძლიათ მათ რეალურად გაიგონ ქრისტეს მათზე უფლობა და მისი ბატონობის საკითხი ამ პროცესში. და მასთან ერთად ამბობ თუ არა თქვენ, რომ ამ ქადაგებებიდან გამომდინარე, რაც თქვენ მიუძღვენით ქრისტეს უფლობას და ბატონობას ხსნის საკითხში, რომ ბატონობის შესახებ ხსნისკენ იესოს მიერ მოწოდება, ეს იგივეა, სინონიმია მოწაფეობისკენ მოწოდების.
და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, სენდი, მე ამას პირდაპირ ვაცხადებ, რომ ხსნისკენ მოწოდება ნამდვილად არის მოწაფეებისკენ მოწოდება. რომ ჩვენ უნდა დაუმოწაფდეთ კიდევაც მას. და მე ვამბობ, რომ ეს სრულიად აშკარაა და ნათელია წმინდა წერილში. მე ვამბობ იმას, რომ ადამიანი, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს, ის თავდაპირველად ბუნებრივია, ბოლომდე ვერ გაიგებს მასზე იესო ქრისტეს უფლობას და ბატონობის იდეას. პირველ ეტაპზე ისინი ბოლომდე ვერ გაიგებენ თავიანთ ცოდვის რეალობას. მაგრამ ამისაკენ ჩვენ, როცა მათ უქადაგებთ და სახარებას ვაწვდით, ჩვენ აუცილებლად უნდა აუხსნათ მას ეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა თქვენ მოუწოდებთ ცოდვილს მონანიებისაკენ და ცოდვილს მოუწოდებთ დაემორჩილოს ქრისტეს. მათ ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით ამისი მიზეზები და ამისი მერე შედეგები რა არის. მაგრამ ისინი მაინც გაიგებენ იმდეს, რამდენიც საჭიროა. ახლა ნებამომეცით გითხრათ კიდევ რაღაც, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოთ. მე არ მჯერა, რომ სახარების არასრული პრეზენტაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უბრალოდ წარმოადგენთ სახარებას, რომ თითქოს და მარტო იესო მოკვდა თქვენი ცოდვებისათვის აღდგა და ამას გულმოდგინეთ თავაზობთ პატიებას მისი სახელის რწმენით, მაგრამ არ ისაუბრეთ მისადმი მორჩილებაზე, მისადმი დამოწაფეობაზე. ეს იქნება სახარების არასრული პრეზენტაცია. გესმით ხომ რასაც ვამბობ? იმიტომ რომ თუ მათ ჯეროვნად არ დაელაპარაკებით, არ აუხსნით ადამიანსეულ საწყის ცოდვაზე, რომლითაც და რომელშიც ისინი დაიბადნენ და ვერ განთავისუფლებოდნენ, რომ არა იესოს ქრისტეს რწმენა, რომ არ აღიარონ ის უფლად და ბატონად, არ დაემოწაფონ მას. ეს იქნება თქო, მე ვახსენე არასრული სახარების რაღაც გვარი დაიჯესტური მიწოდება. რასაც მე ვამბობ არის ის, რომ როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ სახარებას ზერელე და ზედაპირულად, ჩვენ ვაიძულებთ ადამიანის იფიქრონ, რომ ისინი უკვე всё, ასე ადვილად გადარჩენილები არიან და რომელიც სინამდვილეში არ არიან გადარჩენილები. იმიტომ რომ მათ ვერ შეიგნეს და ვერ გაიაზრეს სრულიად მათი ცოდვილობა. ის თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ მათთვის ჯვარზე და როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრება ამის შემდეგ. აი ეს არის საკითხი, ხედავთ განსხვავებას? დიახ, ჯონ, მადლობთ. დიახ, ეს არის საკითხი, ასე რომ რაც ჩვენ გვაქვს, წარმოიდგინეთ ახლა. უბრალოდ ყავს ძალიან უამრავი ადამიანი დღეს ეკლესიებში, რომლებსაც გონიათ, რომ ქრისტიანები არიან და გადარჩენილები არიან. ჩვენ გვაქვს უამრავი ეკლესია ამერიკაში, რომლებიც იმართება ესეთი საკრებულოს წესით, როგორც ორგანიზაციები, მათ გონიათ, რომ ქრისტიანები არიან და ამ დროს არ არიან ქრისტიანები და ეს არის, როგორც აღვნიშნე, საშინელი რეალობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არიან ქრისტიანული ორგანიზაციები, არა ქრისტიანი წევრებით. ამას წინებზე ვიღაცა მითხრა. დიახ, ჯონ, მე არ ვიცოდი ყველაფერი იესოს ბატონობის შესახებ. როდესაც მე მიქადაგეს და როდესაც გადავრჩიო. და ესე გამოდის, რომ მე გადარჩენილი არა ვარო. მე ვუთხარი, დიახ, ასეა. საქმე ისაა, რომ იესო თუ არ გახდა თქვენი უფალი და თქვენი ეს გულიდან სურვილი არ მოდის და არ გიყვართ ის და არ იცით კარგად, რაც მან გააკეთა თქვენთვის, ვერ ემსახურებით მას მთლიანად. ასე რომ, რაც თქვენ უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ ეს ზერელედ მიწოდება სახარების ადამიანს არ ხდის ქრისტიანად. გახსოვთ ხომ იესომ, როდესაც ადამიანებს უქადაგა, მათ მოუწოდა, რომ ისინი დამოწაფებოდნენ. და ასევე ამბობს, სანამ ის ამაღლდება, რომ წადით და დამიმოწაფეთ. მარტო იქადაგოთ ხო არა, უნდა დაუმოწაფოთ ჩვენ მათ. და დამოწაფება არის ახსნა ზუსტად იმისა, რაშიც მდგომარეობს ეს გადარჩენის გეგმა. ქრისტემ მოწაფეებს მორჩილებისკენ მოუწოდა. ანუ მისი უფლობა რომ მიიღონ. და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავწერეთ წიგნში და როდესაც ის გამოვა, იქ დეტალურად შეგეძლებათ წაიკითხოთ ეს ყველაფერი. მე მჯერა, რომ როცა წარმოადგენთ სახარებას, ეხლა ყურადღებით მოვსვენეთ ამას.
თქვენ მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ გაართულოთ ის. და ეს არის ის, რაც იესომ გააკეთა. თქვენ არ უნდა უქადაგოთ მათ იოლი სახარება. მათ უნდა იცოდნენ ყველაფერი, რა ტვირთსაც ისინი იტვირთავენ. და რა დგას ამის უკან. ლაპარაკია სულის ხსნაზე. მან რაც შეიძლებოდა იესომ ეს გაართულა. რატომ? რადგან ეს არის ღვთის მიერ ჩაფიქრებული საქმე, რომელიც დაფუძნებულია არა სახარების მიმტანის ჭკუაზე და შენ შეხედულებაზე, არამედ ღვთის ძალაზე. ამ სასწაულს აკეთებს ღმერთი. ასე რომ თუ ადამიანს ღმერთი გადაარჩენს, მაშინ შენ გსურს, რომ მან სრულიად გაიგოს თავისი სულის ხსნის ჭეშმარიტი თანმიმდევრობა და წესები. ის სრული გეგმა, რომელიც თავად ღმერთმა დააპროექტა. და თუ ღმერთი ამას არ აკეთებს, ჩვენ ხელოვნურად არ უნდა გავაადვილოთ ეს და არ დავარწმუნოთ ადამიანები და არ შევიყვანოთ ცდურ ილუზიებში. ჩვენ უნდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვისმენენ, ისინი არ იქნებიან შეცდომაში შეყვანილი, რასაც ბევრი მქადაგებელი და ბევრი პასტორები აკეთებენ დღეს კარვებს ხსნიან ქუჩებში, გზებზე იჭერენ ადამიანებს და ცდილობენ დაარწმუნონ და გაიმრავლონ თავიანთი მრევლი ამ კუთხით. და გახსოვთ ამას იესო ფარისევლებსაც აფრთხილებდა, რომ ისინი მოივლიდან მთელ დედამიწას, რათა ვიღაცები მოებრუნებინათ. ვისთვის? თავისთვის. თავისი ნაციონალური ინტერესებისათვის, ან კიდე თავისი პირადი მატერიალური ინტერესებისათვის. გასაგებია ხომ? იმედია ეს დაგეხმარებათ სენდე ამის გაგებაში. დიახ, მადლობ ჯონ, ძალიან კარგი იყო. ბოდიშით კიდევ ერთხელ ამ ხმაურისათვის.